38 წელზე მეტი გავიდა ჩერნობილის ტრაგედიიდან. ეს იყო ყველაზე დიდი და მასშტაბური კატასტროფა ატომურ ენერგეტიკაში. თქვენ ისედაც იცით თუ რაც მოხდა. რეაქტორის აფეთქება, ხანძარი და უამრავი რადიოაქტიური ნივთიერების გადმოფრქვევა. ავარიის შემდეგ იმ ტერიტორიიდან გაიყვანეს მთელი მოსახლეობა. დაახლოებით 350,000 ადამიანი. კატასტროფამ შეცვალა ყველა ცოცხალი ორგანიზმი. მაგრამ ეს არ შეეხო ვერც კი იგრძნეს გარეულმა ღორებმა. ისინი დღემდე ბინადრობენ ჩერნობილის ტერიტორიაზე თან ძალიან ბევრნი არიან. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჩნდება კითხვა, რატომ? თითქოს და მათზე არ მოქმედებს არანაირი რადიაცია და დასხივება. დავიწყოთ ფაქტით. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება 1986 წელს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ბირთვული კატასტროფა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნივთიერებები, ცეზიუმი 127, სტრონციუმი 90 და პლუტონიუმი ატმოსფეროში გაიტყორცნა და ქარების მეშვეობით მთელ ევროპაში გავრცელდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი, თუმცა რადიაციამ სკანდინავიის, ცენტრალური ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებამდეც მიაღწია. ჩერნობილის შემოგარენი განსაკუთრებით 30 კილომეტრიანი სახიფათო რადიაციის ზონა ყველაზე მაღალი რადიოაქტიური დაბინძურების ზონად იქცა, სადაც დასახლება დღემდე აკრძალულია. დროთა განმავლობაში რადიაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. ცეზიუმი 127-ის ნახევრად გამოყოფის პერიოდი 30 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქებიდან 38 წლის შემდეგ მისი დონე დაახლოებით ნახევარია. სტრონციუმი 90-ის დონეც ანალოგიურად შემცირდა. თუმცა პლუტონიუმის ტიპის იზოტოპები, რომელთან ნახევარგამოყოფის პერიოდი ათასობით წელია, ჯერ კიდევ რჩება გარემოში. დღეს ჩერნობილის ზონა ბუნების აღდგენის უნიკალურ ადგილად იქცა, სადაც მრავალი გადაშენების პირას მყოფი ცხოველი და მცენარეა დასახლებული. ეს არ ნიშნავს, რომ რადიაცია სრულად გაქრა, თუმცა მისი გავლენა ადამიანზე საგრძნობლად შემცირებულია. განსაკუთრებით ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების გამო, რომლებიც ნარჩენი რადიაციის მონიტორინგსა და იზოლაციას უზრუნველყოფს. თავდაპირველად აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მაღალი რადიაციის დონე ცხოველებში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევდა. რადიაცია აზიანებდა დნმ-ს, რაც განაპირობებდა მუტაციებს, ზრდის შეფერხებას, რეპროდუქციის უნარის დაქვეითებას და მომატებულ სიკვდილიანობას. ჩერნობილის შემოგარენში მცხოვრები ბევრი ცხოველი დაიხოცა პირველ დღეებში ან სერიოზული დაავადებები განუვითარდა. აფეთქების შემდეგ პირველ წლებში განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა მუტაციის მაღალი დონე ფრინველებში, მღრღნელებსა და მწერებში. ზოგიერთ ცხოველს და მცენარეს უჩვეულო გენეტიკური ცვლილებები აღენიშნებოდა, მაგალითად ცხოველების ბეწვის ან ფრთების უცნაური შეფერილობა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცხოველი სრულად გაქრა ადგილიდან მაღალი რადიაციის ზემოქმედების გამო. დროთა განმავლობაში რადიაციის დონის შემცირებასთან ერთად ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცია კვლავ არსებობს, ადამიანების გაუჩინარებამ და კოსმოსში ჩარევის შეწყვეტამ ჩერნობილი უნიკალურ ბუნებრივ ნაკვეთად გადააქცია. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ზონაში ცხოველთა პოპულაციები, როგორც მგლები, მურა დათვები და ცხენები, გამრავლდნენ და სრულფასოვნად ცხოვრობენ. თუმცა რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგები კვლავ შესწავლას საჭიროებს. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩერნობილის ზონის ზოგიერთი ცხოველის დნმ-ში მუტაციის დონე კვლავ მაღალია. ამავე დროს ფრინველების კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ სახეობას, როგორიცაა მერცხლები, მუტაციასთან უკეთ გამკლავების უნარი განუვითარდათ, რაც ევოლუციურ ადაპტაციაზე მიუთითებს, თუმცა აქ მივდივართ ერთ საკითხთან. გარეული ღორები. კვლევებმა დაამტკიცა, რომ მათში რადიაცია ძალიან მაღალ დონეზეა. აი ისე თითქოს და კატასტროფა გუშინ წინ მოხდა და ტახები დასხივდნენ. გარეულ ღორებში რადიაცია იმდენად მაღალია, რომ მათი ხორცის გამოყენება საკუთრად დაუშვებელია. არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ სხვა მტაცებელი ცხოველისთვისაც კი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ მეცნიერები, როცა ამ უცნაური ანომალიის შესახებ გაიგებდნენ. ჩერნობილის გარეულ ღორებში რადიაციის მაღალი დონის მიზეზები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით აიხსნება, რაც დაკავშირებულია მათ კვებასთან, ეკოსისტემასთან და რადიოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან. ამ საკითხზე ყურადღების მიქცევა ბოლო წლების კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა, რადგან ღორები ეკოსისტემის ნაწილად ითვლებიან და მათი მდგომარეობა რადიაციის გრძელვადიანი გავლენის შეფასებაში გვეხმარება. რადიოაქტიური ნივთიერებების დაგროვება და კვებითი ჯაჭვი. გარეული ღორები მიირთმევენ მიწაში მოპოვებულ საკვებს, მათ შორის ტრიუფელებს, სოკოებს, ქვეწარმავლებს და მწერებს. სოკოები და ტრიუფელები ცნობილია, რომ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შთანთქავენ რადიოაქტიურ ცეზიუმ 127-ს. ჩერნობილის ზონაში ნიადაგი და მცენარეულობა კვლავ დაბინძურებულია რადიოაქტიური იზოტოპებით, რომლებიც ძალიან ნელა იშლება. შედეგად ღორების ძირითადი საკვების წყარო მაღალი რადიაციით არის დაბინძურებული, რაც მათ სხეულში რადიოაქტიური ნარჩენების დაგროვებას იწვევს. ცეზიუმ 127-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით 30 წელია, რაც იმას ნიშნავს,
ნიშნავს, რომ ჩერნობილის კატასტროფიდან 38 წლის შემდეგ ის კვლავ მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ნიადაგში და მცენარეებში. ეს იზოტოპი განსაკუთრებით ადვილად გროვდება ცხოველთა სხეულში, რადგან ის ქიმიურად კალიუმს გავს და ორგანიზმის მიერ ნატურალურ მინერალად აღიქმება. ბიომრავალფეროვნება და ღორების როლი კიდევ ერთი ფაქტორია. გარეული ღორები ეკოსისტემაში აქტიურად ავრცელებენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს. მათი ცხოვრება მოიცავს მუდმივ შეხებას ნიადაგთან. ღორები ხშირად ფოთლოვან ტყეებსა და მინდვრებში ნიადაგს თხრიან საკვების ძიებაში, რაც არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ცხოველებსაც აყენებს ზიანს. მაგრამ არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა კიდევ ერთი კვლევა, რამაც გამოაშკარავა, რომ ღორების ორგანიზმში სულ სხვა რადიოაქტიური ნივთიერება, ამჯერად ცეზიუმ-135 იყო. კი, მაგრამ როგორ? საიდან მოხვდა მათ სხეულში ის რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის დროს არ გამოთავისუფლებულა ჰაერში? ცეზიუმ-135 ძირითადად ტრიუფელებში გროვდება. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ღორები მიწის სიღრმიდან იღებენ ტრიუფელებს და მიირთმევენ. სწორედ აქედან გროვდება მათ სხეულში ცეზიუმ-135. მაგრამ რა უნდა ამ ტერიტორიაზე ცეზიუმ-135-ს? პასუხის მისაღებად უნდა გავსდეთ ჩერნობილის კატასტროფას და შორეულ 1960-იან წლებში წავიდეთ, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მოქმედებას დავაკვირდეთ. მაგალითად, ამ დროს საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის ტესტირება დაიწყო. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირში ბირთვული იარაღის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობდა, რაც ცივი ომის სამხედრო შეჯიბრის ნაწილიც კი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი ცდილობდა შეენარჩუნებინა ბირთვული ბალანსი ან უპირატესობა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ბირთვული ტესტირების მთავარი ადგილები იყო პოლიგონი ყაზახეთში და არქტიკულ რეგიონებში. ეს პოლიგონები 10 წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ბირთვული და თერმობირთვული იარაღის განვითარებისა და ტესტირებისთვის. 1961 წელს საბჭოთა კავშირმა ჩაატარა ისტორიის უდიდესი ბირთვული ტესტი ზარ-ბომბის აფეთქება ნოვა ზემლიაზე. ეს იყო წყალბადის ბომბი, რომლის სიმძლავრეც 50 მეგატონის ეკვივალენტი იყო. აფეთქებამ წარმოუდგენელი მასშტაბის ზიანი გამოიწვია და უზარმაზარი რაოდენობის რადიაციაც გამოყო. გარდა ამისა, 1960-იან წლებში საბჭოთა მეცნიერებმა მოახერხეს ბირთვული იარაღის მინიატურიზაცია, რაც საშუალებას აძლევდა მათ ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნებისთვის უფრო ეფექტურად გამოეყენებინათ ეს იარაღი. ამავე პერიოდში განვითარდა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საბჭოთა სამხედრო ძალების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახდა. ბირთვული ტესტირებების მასშტაბური პროგრამა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, არამედ პოლიტიკურ გავლენას და დაშინების სტრატეგიას. 1963 წელს, რამდენიმე წელი მასობრივი ტესტირების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის ტესტირების ნაწილობრივი შეზღუდვის ხელშეკრულებას. ამ შეთანხმებით აიკრძალა ბირთვული ტესტები ატმოსფეროში, წყალქვეშ და კოსმოსში, თუმცა მიწისქვეშა ტესტები კვლავ გრძელდებოდა. ბირთვული ტესტირებების შედეგები მძიმე აღმოჩნდა გარემოსა და მოსახლეობისთვის. მოსახლეობას გაუჩნდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რადიაციის გამო, რაც დღემდე აქტიურია და კვლევის საგანია. გარემოზე ზემოქმედებამ რეგიონები ძლიერ დააზიანა და იქ ცხოვრება მავნე გახდა. სწორედ 1960-იან წლების ბირთვული ტესტირებებიდან დალექილი რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-135 იპოვეს ტახების ორგანიზმში. ცეზიუმ-135 ძალიან ნელა ილექება ნიადაგში. ამას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. შესაბამისად, ტრიუფელებმა დააგროვა როგორც ცეზიუმ-137 ჩერნობილის აფეთქებიდან, ასევე ცეზიუმ-135 ბირთვული ტესტირებებიდან. კვლევების შედეგები. უახლოესი კვლევები მიუთითებს, რომ ჩერნობილის ზონაში ცხოვრები ღორების რადიაციის დონე ზოგჯერ 10-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე სხვა ცხოველებში. ეს მიგნება შეუსაბამობაში მოდის მოლოდინებთან, რომ დროის გასვლასთან ერთად რადიაციის ზემოქმედება უნდა შემცირებულიყო. მეცნიერები ასევე იკვლევენ, როგორ აისახება ეს რადიაცია ღორების ჯანმრთელობაზე და გენეტიკურ სტრუქტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღორებში პირდაპირი დაავადებები ნაკლებად ჩანს, გენეტიკური მუტაციები შესაძლოა მომავალში უფრო რთული შედეგებით გამოვლინდეს. საფუძვლიანი დასკვნები არსებობს ამ ყოველივედან გამომდინარე. ეს მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჩერნობილის რადიაციის ზეგავლენა ბუნებაზე უფრო ხანგრძლივი და კომპლექსურია, ვიდრე თავდაპირველად მოელოდნენ. რადიაციის მაღალი დონე არ ეხება მხოლოდ ღორებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ეკოსისტემისთვის, რადგან გარეული ღორები მტაცებლებსა და სხვა ცხოველებსაც კვებით ჯაჭვში აერთიანებენ. ამ თემის კვლევა კვლავ გრძელდება, რადგან მეცნიერებს სურთ უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს რადიაციის გავრცელების მექანიზმი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში მსგავსი კატასტროფების შედეგების შესამცირებლად. ზუსტად იგივე მდგომარეობა გერმანიაშიც. კანონით, როდესაც მონადირე გარეულ ღორს კლავს, ის შესაბამის ლაბორატორიაში მიაქვთ შესამოწმებლად, რადგან არც იქ არის სუფთა მათი ხორცი და დიდი რისკია, რომ ის დაბინძურებული იყოს რადიოაქტიური ნივთიერებებით. თუ კი ეს დადგინდება, ის უნდა განადგურდეს. ამის გამო ბევრმა მონადირემ გერმანიაში საერთოდ უარი განაცხადა გარეულ ღორებზე ნადირობაზე. ამან კი კიდევ ერთი პრობლემა გამოიწვია: მათი პოპულაციის სწრაფი ზრდა. ახლა კიდევ ჩნდება კითხვა: ჩერნობილში გასაგებია, მაგრამ რატომ ხდება იგივე გერმანიაში? პასუხიც იგივეა.
ბირთვული ბომბის გამოცდები 1960-იან წლებში. საბჭოთა კავშირის ბირთვული ტესტირებების გავლენა გერმანიის ცხოველებზე რთული და არაპირდაპირი იყო, თუმცა მასშტაბური ბირთვული აფეთქებების შედეგად რადიოაქტიური ნალექი ფართოდ გავრცელდა ევროპის მასშტაბით, მათ შორის გერმანიაშიც. ეს გავლენა ძირითადად აისახა გარემოს დაბინძურებაზე, რაც თავის მხრივ აისახებოდა ცხოველთა ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. გერმანიის ტერიტორია, რომელიც შედარებით ახლოს მდებარეობს საბჭოთა კავშირის პოლიგონებთან, ხშირად იღებდა ამ ნალექს, რაც განსაკუთრებით კარგად აღინიშნა 1960-იან წლებში ჩატარებული მასშტაბური ტესტების შედეგად. რადიოაქტიური ნალექი ნიადაგზე მოხვედრისას შედიოდა საკვების ჯაჭვში. ამან პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა გერმანიის საძოვრებზე მყოფ პირუტყზე, რადგან ცხოველები მიირთმევდნენ დაბინძურებულ ბალახს. შედეგად რძესა და ხორცში დაფიქსირდა რადიოაქტიური იზოტოპების არსებობა, რაც დამატებით საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს. გერმანიის ტყეებში მცხოვრებ ცხოველებზე, როგორიცაა ირმები, გარეული ღორები და მღრღნელები, რადიაციამ გრძელვადიანი გავლენა მოახდინა. 1960-იან წლების ტესტების შედეგად განსაკუთრებით სოკოებისა და ფესვიანი მცენარეების საშუალებით რადიაციული ნივთიერებები შეიჭრა ცხოველთა ორგანიზმებში. მაგალითად, გარეულ ღორებში ცეზიუმი-135-ის კონცენტრაცია დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება გერმანიაშიც. გაგიკვირდებათ და ზუსტად იგივე დაემართათ ირმებს ნორვეგიაში. ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ ნორვეგიაში არქტიკულ ირმებზე რადიაციის ზეგავლენა ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლია ატმოსფერულ რადიოაქტიურ ნალექს შორეულ ეკოსისტემაზე გავლენის მოხდენა. აფეთქების შედეგად რადიოაქტიური ცეზიუმი-137 ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ ევროპაში და განსაკუთრებით დაზიანდა ნორვეგიის არქტიკული და სუბარქტიკული რეგიონები, რომლებიც დაფარულია მცენარეულობით. ეს ყოველივე კი იქაური ირმების მთავარი საკვებია. ეს მცენარეები ნიადაგიდან პირდაპირ თანთქავენ ყველა მინერალს, მათ შორის რადიოაქტიურ ნივთიერებას. ამის გამო, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ცეზიუმ-137-ის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ამ მცენარეებში. ირმები, რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ლიქენებით იკვებებოდნენ, საკუთარ ორგანიზმში ცეზიუმ-137-ის მაღალ დოზებს აგროვებდნენ. ლიქენები ორგანიზმებია, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისგან. ეს კი დაახლოებით 400-ზე მეტი გვარის 26,000-მდე სახეობას აერთიანებს. ეს ყოველივე კი რადიოაქტიურ ნარჩენებს აგროვებდა. ეს პირდაპირ აისახა ირმების ჯანმრთელობასა და კომერციულ გამოყენებაზეც. ირმების ხორცში და რძეში რადიოაქტიური ნივთიერებების მაღალი დონე დაფიქსირდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. ბევრ რეგიონში ირმების ხორცი მთლიანად აიკრძალა გაყიდვაში, ხოლო დაშვებულ ადგილებში ის გამკაცრებულ ტესტირებას ექვემდებარებოდა. ირმებზე ზეგავლენა არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ბიოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. რადიაციის მაღალმა დოზებმა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია შინაგანი ორგანოების დაზიანება და რეპროდუქციული პრობლემები, თუმცა არქტიკული ირმები ბუნებრივად გამძლე აღმოჩნდნენ რადიაციის მიმართ, რაც ნაწილობრივ მათ ადაპტაციის უნარს უკავშირდება. მიუხედავად ცეზიუმ-137-ის ნახევარგამოყოფის პერიოდისა, რომელიც 30 წელზე მეტში ადგენს, დღემდე დიდ პრობლემად რჩება ირმებში რადიაციის დონე. ნორვეგიაში დღემდე ხდება ირმების ხორცსა და რძის შემოწმება რადიაციის დონეზე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც ჩერნობილის რადიოაქტიურმა ნალექებმა ძლიერ დააზიანა. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ბირთვული კატასტროფის შედეგები მხოლოდ იმ ტერიტორიებს არ ეხება, სადაც უბედურება მოხდა, არამედ შორეულ ეკოსისტემებსაც. ჩერნობილის გავლენა ნორვეგიის ირმებზე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივია რადიაციული დაბინძურების შედეგები და როგორ გვჭირდება გრძელვადიანი მონიტორინგი და მართვა ბუნებრივი ეკოსისტემების დასაცავად. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ჩერნობილის ტრაგედიის ადგილი მიატოვეს, უკრაინელი ბიოლოგების მტკიცებით იქ ფართოდ განვითარდა ველური ბუნება. ქვეყნისთვის იშვიათი და უნიკალური ცხოველებიც გამოჩნდნენ. მათ შორის არიან ირმები, დათვები, მგლები, ლოსები და ასე შემდეგ. მოახდინა თუ არა მათზე გავლენა რადიაციამ? გარკვეულწილად კი. უკვე 3 ათეული წელია, რაც უკრაინელი მეცნიერები ჩერნობილის ფლორასა და ფაუნას აკვირდებიან. ცოტა ხნის წინ ჩერნობილში მდინარეში დააფიქსირეს გიგანტური ლოქო. ასეთ ლოქოებს სხვადასხვა ტურისტი ხედავდა წლების განმავლობაში. მათი ზომები შთამბეჭდავი იყო. საშუალოდ 3 მეტრის სიგრძის ლოქოები ყველგან იყვნენ. მეცნიერთა ჯგუფი დაინტერესდა ამ ფენომენით. რატომ იყო ამდენი გიგანტური ლოქო ჩერნობილის მდინარეებში? მათ დაიჭირეს რამდენიმე მათგანი და ჩაუტარეს დნმ-ის ანალიზი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ისინი რადიაციის მსხვერპლნი არ ყოფილან. საქმე სულ სხვა რამეში იყო. ლოქო როგორც წესი მტაცებელი ცხოველია, რომელიც ყველაფერს ჭამს. მკვდარ თევზებსაც კი. ჩერნობილის კატასტროფისას უამრავი თევზი დაიხოცა, რომელთა უმეტესობაც მდინარეში დარჩა. შესაბამისად, გადარჩენილ ლოქოებს საკვები უამრავი გაუჩნდათ და კონკურენტებიც არ ჰყავდათ. ამიტომაც ლოქოები ძალიან ბევრ საჭმელს ჭამდნენ, თან მათზეც არავინ ნადირობდა და შესაბამისად გიგანტურ ზომებს მიაღწიეს. რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია იმის თქმა, რომ ჩერნობილში სიცოცხლე შეწყდა. იქ ადამიანის გარდა ყველანაირი ცოცხალი არსება და ორგანიზმია. უამრავი ცხოველი, ფრინველი და მცენარე. ერთი შეხედვით ამ ტერიტორიაზე დღეს სიცოცხლე ჩქეფს, თუმცა ადამიანის გარეშე.
მეოთხე რეაქტორის ტერიტორიაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური შავი ფერის სოკოები. რამდენიმე წლის წინ ჩერნობილს ეწვია მეცნიერთა ჯგუფი ამერიკიდან. მათი მიზანი იყო გამოეკვლიათ რადიაციის გავლენა ბუნებაზე. სწორედ ამ კვლევების დროს აღმოაჩინეს ეს უნიკალური სოკოები. სოკოები არა მხოლოდ გაიზარდა რეაქტორის ადგილზე, არამედ მათ დაიწყეს პირდაპირი გაგებით რადიაციის დახშობა. სოკოებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო მელანინი, ის კი ულტრაისფერ სხივებს თანთქავს. შედეგად გამოდის, რომ ეს სოკოები პირდაპირ იკვებებოდნენ რადიაციით. ისინი ასუფთავებდნენ გარემოს სახიფათო ნარჩენებისგან. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა დიდებულია ჩვენი პლანეტა. მას თვითაღდგენის დიდებული უნარი აქვს და როცა ადამიანი ყველაფერს აფუჭებს და ანადგურებს, ბუნება მას აღადგენს და ახალ სიცოცხლეს წარმოშობს. მეცნიერებმა 2017 წელს ჩერნობილის სოკოების დეტალური გამოკვლევა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მათ რადიაციის ჩამხშობი უნარები გააჩნდათ, ისინი კოსმოსში წაიღეს. იქ რადიაციის გაცილებით მაღალი დონეა ვიდრე ჩერნობილში. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სოკოებმა რადიაციის დონე დაახლოებით 2%-ით შეასუსტა. ეს ერთი შეხედვით მცირეა, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად შეინიშნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სოკოებზე დაკვირვებით შექმნა სპეციალური ეკიპირება, რომელიც რადიაციისგან არა მხოლოდ დაიცავს ადამიანს, არამედ სრულად შთანთქავს და გააქრობს მას. ვიდეოს ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი კიდევ ერთი პროექტი. ეს არის სახალისო და საინტერესო ხრიკების შემოწმება. თქვენ ძალიან მოგეწონათ ეს ფორმატი, ამიტომაც აი ამ არხზე გავაგრძელებთ მსგავს ვიდეოებს, ასე რომ აღწერაში და პირველ კომენტარში ჩამაგრებულ ლინკზე გადადით და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.